ფინანსთა მინისტრმა და შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა მგზავრთა და კონტეინერების კონტროლის უწყებათა შორის დანაყოფების წევრებთან შეხვედრა გამართეს, სადაც მებაჟე ოფიცრებს სამსახურეობრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელები და სამახსოვრო ჯილდოები გადასცეს. ხელმძღვანელებმა ხაზი გაუსვეს უწყებათა შორისი დანაყოფის ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ თითოეულ მებაჟე ოფიცერს განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკური საზღვრის დაცვისა და აკრძალული საქონლის გადაადგილების ეფექტიანი კონტროლის პროცესში. შესაძლებლობა ჰქონდა პროფესიული მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაგვეხადა იმ მებაჟე ოფიცრებისთვის, რომლებმაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით 50 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. დეკემბრის თვეში წითელი ხიდის გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შეჩერებული იქნა სატვირთო ავტომობილი, რომლის მისამერის დათვალიერებისას წინასწარ დამზადებულ მარმარილოს ფილებში აღმოჩენილი იქნა 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. გაიმართა საბაჟო დეპარტამენტის იმ მებაჟე ოფიცრების დაჯილდოების ცერემონია, რომლებმაც გასულ წელს მონაწილეობა მიიღეს 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის გამოვლენის პროცესში. საბაჟო დეპარტამენტი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს რისკის შემცველი გადაზიდვების იდენტიფიცირებას და კონტროლს.